ჩემი პირველი ალბომი, რაც ავირჩიე, არის ტაცურო იამაშიტას For You, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. და სანამ ამ ალბომზე გადავალ, მინდა რომ მისი სოლო კარიერით დავიწყო. პირველი სადებიუტო სოლო ალბომი ქონდა 1976 წელს Circus Town, 77 წელს იყო Spacey და 79 წელს გამოვიდა Moonglow. ამ სამ ალბომმა მოკლედ ჩამოაყალიბა ტაცუროს უნიკალური ჟღერადობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აღებული ქონდა დასავლური fusion ჟანრი და შერწყმული ქონდა იაპონურ ესთეტიკასთან, რაც იდეალურ მიქსს ქმნიდა საბოლოო ჯამში. 1980 წელს გამოდის სინგლი Right on Time და იგივე სახელწოდების ალბომიც, რომელიც ესე ვთქვათ რაღაც გარდამტეხი ხდება ტაცუროს კარიერაში, რადგან ძალიან დიდი ფინანსური დამოუკიდებლობა მოაქვს აღიარება და ყველაზე მთავარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მჭირდებოდა თანხა და მჭირდებოდა დრო იმისთვის, რომ შემექმნა ჩემთვის იდეალური ალბომი და სწორედ Right on Time-მა მიცა ეს რესურსი, რაც შემდეგ ჩადო For You-ში.